გამარჯობა, ვინაიდან არც ერთ სამართალდამცავ ორგანოს არ გამოუჩენია ლოგიკური და ადეკვატური მიდგომა ბატონ მამუკას საჩივართან დაკავშირებით. Ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ ბატონ მამუკას ნაწილობრივ ჩვენებას და ბატონ მამუკას საჩივარს აღნიშნული გამომძალველი ტერორისტების მიმართ. გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ გადავწყვიტე, რომ ეს ვიდეო ჩავწერო და საუბარი რითიც მინდა დავიწყო, ეს არის, რომ წინა ვიდეოებში რაღაცა ჭარბი ემოცია მაქვს, როდესაც ვსაუბრობ და რაღაცა ამან ძალიან შემაწუხა და მოკლე პატარა განმარტება მინდა გავუკეთო და პლუს ამას შინაარსობრივად ეს ვიდეო თითქმის იქნება აი ამ განმარტებაზე ესე ვთქვათ აწყობილი რა ჩემი საუბარი რა ანუ ეს პირველი ვიდეო და ეს თემა რომელიც მინდა გავშალო შეეხება იმას რომ რაღაცა ცოტა რაღაც ემოციის გარეშე ესე ვთქვათ მინდა რომ აი ეს პირველი თემა გავშალო და მოგიყვეთ როგორ განვითარდა საერთოდ მოვლენები ვინ არის აი წინა ვიდეოში ეს პიროვნებები რა არიან რა იყვნენ და ასე შემდეგ მოკლედ საუბარი მინდა დავიწყო იმით რომ თემი პრობლემა დაიწყო 2015 წელს ნოემბრის თვეში ეს რაღაც გადავხედე რაღაც არქივს რაღაცები ესე ვთქვათ მოვქეკე და რაღაცა დროს უკვე გამოვიყვანე ესე ვთქვათ რა ხა რიცხვი ზუსტად არ მაქვს მაგრამ 2015 წელს დაიწყო ეს ჩემი პრობლემა მოკლედ ეს ადამიანები საიდანაც დაიწყო ჯერ პრობლემა პარტნიორებისგან ჩემი პარტნიორებისგან პლუს ამას ამ თემაში რომელიც ესე ვთქვათ პირველი ვირთხა მოდი დავარქოთ ყველაფერს თავის სახელი ამ ვიდეოსაც იმიტომ ვაკეთებ რომ ყველაფერი რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს ცხადი და ნათელი და გასაგები მოკლედ პირველი ვირთხა ვინც იყო ეს იყო ჩემი სიძე ჩემი შვილის ქმარი სანდრო თავხელიძე ეს წინა ვიდეოში ნაჩვენები მაქვს მაგრამ ეხლა უფრო გავშლი ამ თემას რა მოკლედ ეს ბიჭი ხეთოლი ადრე მოვიყვანე და დიდი გოგო მყავს საკმაოდ ჩემ ასაკთან შეფარდებით და ნუ მოკლედ გათხოვდა ჩემი გოგო გაყვა სანდრო თავხელიძეს და გახდა ჩემი სიძე ეს ბიჭი იყო რაღაცა ჩოგბურთის ჯერ ჩოგბურთს თამაშობდა იმაში ნუ ვერაფერს ვერ მიაღწია რაღაცა ოჯახი ყველანაირად ხელს უწყობდა და ბოლოს უთხრეს რომ ამისგან არაფერი არ გამოვაო და მოკლედ იქ ვერაფერი ვერ გააკეთა და დაანება ჩოგბურთს თავი და დაიწყო ესე ვთქვათ გახდა ტრენერი რაღაცა ბავშვებს იყვანდა და ასწავლიდა ჩოგბურთის თამაში აი ესე გახდა ჩემი სიძე ამ ადამიანს ეხა მოუკიდე ხელი ესე ვთქვათ და ჩემს ბიზნესში წამოვიყვანე რა ნუ ჩვეულებრივი ქართული ამბავი რა მოკლედ სიმამრმა სიძეს მოუკიდა ხელი და წაიყვანა ბინთავის საქმეში რა ნუ ეხა მე ამას რასაც ყვები ეს არის რავი ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის ამათმა რაც არ უნდა ეს გადააკეთონ და ეს ისტორია ამონტაჟონ და გადაწერონ და გადმოწერონ ეს ისტორია ეხლა მე რასაც ვლაპარაკობ ეს აგი ძალიან ბევრ ადამიანს ნანახი რა მე საერთოდ ამჭირდება რამის დამტკიცება დასამტკიცებელი აქვს მაგათ დასამტკიცებელი და დასაჯერებელი აქვს ვინც იტყუება თორე ეხლა მე რასაც ვისაუბრებ ამ ვიდეოში ამას ესწრებოდა ძალიან ბევრი ადამიანი რა რავი აი ძალიან ბევრი ადამიანი ქალიც ბავშვიც და რა ვიცი მაგათი ცოლები და ანუ აქ ჩემ მეგობრებს გულისხმობ ან ცოტა მეგობრები ცოტა ბჭყალებში რა აი ნაცნობიზებით მეგობრები გულისხმობ რა მოკლედ მაგამდეც მივალ რა მოკლედ მოვიყვანე ეს ბიჭი ჩემ ბიზნესში რაღაცა პატიოსან რაღაცა რა აი მამა სპორტსმენი რაღაცა ჩემი შვილი მეუნება
ნუ ეს შვილიც ცოტა უკვე მიჭირს შვილის თქმა და შვილად წარდგენა, მაგრამ ნუ ჩემი შვილია და რა ვიცი, აი ესე მოხდა რა. მოკლედ მოვკიდე ამბით ხელი და წამოვიყვანე ჩემ საქმეში რა, ანუ ჩემ ბიზნესში. ყვებინე მოკლედ ჩემთან მუშაობა რა. ბიჭი არის, რომელიც არის ჩოგბურთის ტრენერი, ყავს რაღაცა 3-4 ბავშვი, ვიღაცები მოყავთ, მე ეგრევე გaqავთ რა, ეხლა ნუ რაღაცა რა, არ იცის ეს ჩოგბურთი და არ გამოუვიდა რა, თელი ცხოვრება იძვალა, მაგრამ არ გამოუვიდა რა. და აქედან გამომდინარე რაღაცა როგორი მოთამაშეც იყო, ისეთი ტრენერი იყო რა, რაღაცა ეხლა ანუ ანშლაგი არ ქონდა რა, რაღაცა 2-3 ბავშვს ავარჯიშები და რაღაც თვეში ანუ შემაგი შემოსავალი იყო რაღაცა 500-600 ლარი რა, არ ვიცი, შეიძლება 700 ლარი. მოკლედ მოვკიდე ხელი, როგორც კი გახდა ჩემი სიძე, ანუ რომ ოფიციალურად გათხოვდა ჩემი გოგო, ანუ მოვკიდე მეორე დღეს ხელი რაღაცა, ნუ რამოდენიმე დღეში წამოვიყვანე ჩემს საქმეში. დაუინშე ხელფასი 10,000 ლარი. პირველად 10,000 ლარი რომ მივეცი ამ ვირთხას, ხო? აი ამ ვირთხას პირველად 10,000 ლარი რომ მივეცი. მთელი წელი ახალი წელი ეგონა, ისე გაუხარდა, მოვიდა და ცრემლები მოდიოდა, ამდენი ფულიო ერთადო მეო ხელში ამჯერიაო რა, ეს მეუბდება რა, ეს ვირთხა რა. ანუ ამ ფორმულირებამდეც მივალ და რა თქმა უნდა გავხსნიდი, თავშლი და რა ვიცი, დანარჩენი თქვენ შეაფასეთ რა, ეხლა ამას მე რასაც საუბრო, კიდე გავიმეორებ და ალბათ კიდე გავიმეორებ რა საუბარში, რომ ეს აქ ძალიან ბევრ ადამიანს ნანახი, ძალიან ბევრ ადამიანს. მოკლედ ამოვიყვანე და რა ვიცი, გვერდზე დავიყენე რა, ესე ვთქვათ რა. მე რაღაცა ძალიან დატვირთული ვიყავი, გადაგლილი ვიყავი და მოკლედ რაღაცა ჩემ თავთან რო დავდექი, ჩემ თავთან საუბარში, ჩემ თავს უთხარი რომ მეთქი ეხლა თუ ვინმეს უნდა ენდო, ალბათ რა ვიცი, შვილის ქმარია რა, რა ვიცი, როგორც შვილი ისე მივიღე რა და მეთქი ეხლა დობის ამბავში, ცოტა ეხლა ჩემი ბიზნესი, სათამაშო ბიზნესი მოგეხსენებათ და წარმოგიდგენიათ, რომ სწორედ წარმოგიდგენიათ, რომ ცოტა ისეთი რაღაცაა რა, ანუ კონტროლის მაქსიმუმი ჭირდება ამ ბიზნესს რა, ანუ კონტროლის მაქსიმუმი რა, ხაზ გაუსმო. აქედან გამომდინარე, ცოტა სანდო კაცი, ცოტა ისეთი რთული ამბავია რა მაგაში რა, ძალიან უნდა ენდობოდი ადამიანს, როგორც მე წაუმართე ჩემი სიტუაცია, რომ აი ესე ვიღაცას ჩააბარო ეს ყველაფერი რა. მოკლედ გამომდინარე იქიდან რომ ვიყავი ძალიან გადაღლილი, პლუს ძალიან დატვირთული და რაღაცა სულ ვეძებდი ისეთ ადამიანს და ვარჩევდი რომ ჩემი საქმე რაღაცა გამეყო, რაღაცა უფრო სხვისთვისაც რაღაცა ჩამებარებინა, რომ მე უფრო მეტად დრო მქონოდა და უფრო მეტად რაღაცა მემოძრავა და რაღაცა ცოტა სხვა სტრატეგიები დამესახა რა განვითარებისთვის. მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო, მოვიყვანე ეს ადამიანი ჩემ საქმეში, ჩავაბარე ეს ბიზნესი და მე წავედი რაღაცა ჩემ რაღაცეებს მივხედე რა, ჩემ რაღაცეებში ვგულისხმობ ისევ ამ საქმის განვითარებას და რაღაცა ჩემი იდეები მქონდა, რაღაცა ჩემი ექსპერიმენტები მქონდა და რაღაცა რა ჩემი მოკლედ როგორც მოვედი იმ წერტილამდე რომ უჩემოდ საქართველოში ონლაინ კაზინო არ იხსნებოდა, მოკლედ იმ მეთოდიკით გავაგრძელე ის ექსპერიმენტები, რა ექსპერიმენტებსაც მანამდე ვაკეთებდი, რომ ახამდე მოვსულიყავი და ასე შემდეგ რა, მოკლედ როგორც ხდება რა. მოკლედ ამ პერიოდში ეს ბიჭი რაღაცა განვითარდა რა ამ თემაში რა, ესე იგი გაუხსენი ყველა კარები და რა ვიცი, ყველას გავაცანი და ყველას ვეუბნებოდი, ჩათვალეთ მე ვარ მეთქი რა, სხვა სახელი და კვარი აქვს, მაგრამ ჩათვალეთ მე მელაპარაკებით მეთქი რა. აი ესეთი სტატუსი მივანიჭე თელ ჩემ ბიზნეს სექტორთან, ანუ ვისთანაც მქონდა რაღაცა საქმიანი საუბარი, ყველასთან ვანიჭებდი ამბით აი ესეთ სტატუსს რა. მოკლედ ჩემმა პარტნიორებმა, ჩემი საქმიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა ეს ექსკლუზივი ამ თამაშების და მოკლედ ჩემზე იყო მთელი ეს
ბიზნესი დამოკიდებული იფიქრეს რომ მოდიო რაღაცაო ალტერნატიულიო გზითო ამასთანო სხვა ურთიერთობა დავალაგოთო რა ანუ ცადოთო რაღაცაო სხვანაირად მიუდგეთო რა ესე ვთქვათ რა ანუ ჩემთან რა მოდგომაც ჰქონდათ და რა საუბრებიც ჰქონდათ და როგორი ურთიერთობაც ჰქონდათ ის ჰქონდათ და პლუს მოდიო ეხლა რაღაცა ალტერნატიულიო შევქნათო ამ სანდროსთანო რა მოკლედ ისე უბრალო ენით რო ვთქვათ ეს სანდრო ამ ვირთხებმა პრიორიტეტულად ლევან ახვლედიანმა ეს ხრძო რაღაც შემორი ტიპი ეს ლევან ახვლედიანი რაღაცა ცეხავი კი გრუზბაკალეია რაღაცა რაღაცნაირი ესეთი ძველი მოდელი რაღაცა ჟანგიანი რაღაცა მიდგომები გარეწარი ტიპი რაღაცა უსუსური რავი აი ყველა რა წრე ჩვენ ვინც ვიყავით ხო პარტნიორები ყველა თვლიდა რომ ლევანი იყო რაღაცა აი რაღაცა ისეთი რა ხელმომჭირე შიშა რაღაცა რა ისეთი აი რაღაცა რა ყველა რომ რაღაც ისე უყურებდა რომ აიო რაღაცა მანქანა ყავდა რაღაც ისეთგა რა ქვია ხისკამი ედგა ისე დადიოდა რა და რაღაც სასწაულებს აკეთებდა და ყველა ეუნებოდა რომ საშუალება გაქვს ბიჭო ამ ხელა ბიზნესია რაღაც ესეთი მანქანა ეხა ეს მაგალითად მომაკრო თქვენ წარმოგიდგენა შეგექნათ ამ გარეწარზე რა რომლიდანაც მე დაიწყო თელი ჩემი პრობლემა რა ეს არის ლევან ახვლედიანი რა ეს ვირთხა რა ვარაზის ხევზე მარცხენა მარჯვენა რესტორნები რა ესე რომ გატიტდა რა რო ჩათვალა რომ ოთარ პარცხალაძის მაგარი ძმაკაცია მე გაბედა რომ იმაზე რა ქვია ვარაზე მარცხენა მარჯვენა რესტორნები გაეხსნა რა მოკლედ დაუწყეს ამათმა ესე ვთქვათ ამ სანდროს ესე ვთქვათ ეხლა ცოტა რაღაცა ემოცია მოვიდა და ვცდილობ რომ გავწიო ემოცია რომ საუბარი უფრო კარგი გამოვიდეს რა მოკლედ 2000 მოკლედ გადაწყვიტეს ამათმა რომ რაღაცა ისეთი საუბრები დაეწყოთ ამ სანდროსთან რომ რამე რო იყოსო მამას მეც მეუნებოდნენ გახსნილად რომ თელიო ბიზნესიო მამუკაო შენზეაო დამოკიდებულიო ძალიან ბევრს მოძრაობდი რა უკრაინაში დავდიოდი რა ვიცი კვირა ყოფილა სამჯერ წავსულვარ და წამოვსულვარ რა და ძალიან ბევრს მოგზაურობო ძალიან ბევრს დაფრინაო და შემთხვევითო რა ეხა ამას ბოდიშით მეუბნებოდნენ რომ შემთხვევითო რაღაცაო ფრენის დროსო რომ რაღაცა დაგემართოსო ჩამოვარდეო და რაღაცა მოგივიდესო ჩვენო ბიზნესი აღარა გვაქვს რა ანუ ამ ხელა ფულიო ამ ხელა ბიზნესიო და შენო რომ რაღაცა მოგივიდესო ანუ რა შემთხვევითობა ხო არსებობსო შემთხვევითო რაღაცა რომ მოგივიდესო ჩვენო აღარ ვარსებობ ჩვენი ბიზნესი აღარ არსებობსო რა და მოკლედო სულ იყო საკითხი რომ იქნებო რაღაცაო ვქნათო რომ შენზეო არ იყოსო რა ეს ყველაფერიო დამოკიდებულიო რა ხო და მოკლედ კი ბატონო მეთქი რაღაცა მოვიფიქროთ არ არის საუბარი თქო რა ხო და ნუ მოკლედ ნოემბრამდე ყვები რა ანუ როდესაც ჩემი სიძე მოვიყვანე ამ ბიზნესში და მოკლედ ყველაფერი კარგად იყო მანამდე მე ვმართავდი რა მე ნუ მეთქი გადავაბარე და ხან მე ვიყავი ხან ჩემი სიძე იყო ნუ მე თუ მივდიოდი ეს ჩემი სიძე იყო რა მოკლედ გადაწყვიტე ნუ აი ეს საუბრები იყო სულ რომ როგორ იქნება გადავჭრათო რა ეს პრობლემაო ეს საკითხიო გადავჭრათო რომ რაღაცა ალტერნატიულიო ვარიანტი გქონდესო რა ჩვენო რომ შენ რო რამე მოგივიდესო რა მეთქი კი ბატონო მეთქი მოკლედ ეს კი ბატონო იყო ის რომ რავიო რა რამდენი გინდაო მოდიო რა ოფიციალურად შემოდიო შენახარო თელი ბიზნესიო თელი ფულიო აქო რასაც აი აქო ლარი როდევსო ამ ლარიდანო რა ვიცი შენ ვარ იყო ეს ფული არ იქნებაო რა მოკლედ რა გინდაო
როგორ გინდაო და როგორ გავაკეთოთო. აიო ჩვენი წინადადება რა იქნებაო, რომ ანუ მე თელი IT ჯგუფი მყავდა უკრაინაში, ამ თამაშებს სულ ვაკეთებდი უკრაინაში, იმიტომ დავდიოდი კვირაში 3 ჯერ, ეს გამომჩა რომ მეთქვა, რომ თელი IT ჯგუფი და თელი დეველოპერები, ანუ ვინც ქმნიდა ამ თამაშებს და ვინც აკეთებდა, თელი ჯგუფი იყვნენ უკრაინელები, ქართველიც მყავდა, მაგრამ უკრაინელები იყვნენ რა ძირითადად რა. ქართველი მყავდა ერთი და რაღაცა კონსულტაციას ვიღებდი საკმაოდ ძალიან კარგ ადამიანიდან, ერთ-ერთ ქართველიდან, სერიოზული პროგრამისტია, რა ვიცი რა. ფუძემდებელი პროგრამირების, ქართული პროგრამირების ერთ-ერთი ფუძემდებელია რა, გოჩა ქვია სახელად. ანუ ის ყავდა როგორც კონსულტანტი და როგორც რაღაც ისეთი საკითხი რო იყო ძალიან მძიმე, რაღაცა გოჩა იყო ხსნა და გოჩა იყო მოკლედ აკადემიკოსი და რომელთანაც ჩვენ მივდიოდით და ჩვენ ექსპერიმენტებს ვეკითხებოდით, ნაწილობრივ ერთვებოდა, ნაწილობრივ რჩევებს გვაძლევდა, რაღაცა რა. აი ქართული რესურსი იყო ეს ორი ადამიანი, ანუ ეს იყო ერთი ადამიანი, რომელიც რაღაცა ისეთი ძიმე საკითხი რო იყო, ვრთავდით ამ ადამიანს და მეორე, რომელიც იყო პრაქტიკულად სულ ჩემთან ერთად იყო, ანუ ჩემ ჯგუფში იყო, ესე ვთქვათ, და ერთად ვაკეთებდით ამ ყველაფერს რა. ანუ ეხა უკრაინაში რომ მივდიოდი, იქ იყო ისეთი რაღაცა საკითხები, რომ გვერდზე მჭირდებოდა ქართველი სანდო პროგრამისტი, რომელიც ესე ვთქვათ ჩემ გვერდით იქნებოდა და რაღაცა ამ ჩემ დასახულ ამოცანებს სწორ ფორმულირებას გაუკეთებდა IT ენაზე და სწორ დავალებას მიცემდა პროგრამისტებს. ანუ იყო ტექნიკურ გეგმას, ესე ვთქვათ, ადგენდა ჩემთან შეთანხმებით ეს ქართველი ბიჭი. ანუ იყო ერთ-ერთი სერიოზული, ესე ვთქვათ, საჭირო ადამიანი, რომლის მეჯვარეც ვარ, ანუ რაღაცა დავახლოვდით ძალიან, დავმეგობრდით და რავი 24 საათი ერთად ვიყავით და მერე ცოლი მოიყვანა ამ უკრაინაში რო დავდიოდით, ერთი უკრაინელი გოგო შეუყვარდა, მოეწონა და მოიყვანა ცოლად და მოკლედ მე მეჯვარე ვიყავი უკრაინაში ქორწილი რაღაცა ყველაფერი, ანუ დაქორწილდა რა, ანუ შეირთო უკრაინელი გოგო ცოლად, რა ამდენ სიარულში შეუყვარდა ვიღაცა და მოიყვანა ვიღაცა რა თავისი მეუღლე და მოიყვანა ცოლად და მეჯვარე ვიყავი მე. მოკლედ აი ესეთი სიტუაცია მქონდა. ჩემი პოზიცია საქართველოში, ჩემ შეთავაზებასთან, ნებისმიერ ბრენდთან, ანუ ვითანამშრომლე თუ რამე ბრენდი გაგიგიათ სათამაშო ბიზნესში საქართველოში, ყველას პარტნიორი ვიყავი, დაწყებული ევროპაბეთიდან, აჭარაბეთი და რა ვიცი რა, რავი თუ რამე ბრენდი გაგიგიათ, ყველასთან პარტნიორობა მქონდა. ანუ ჩემ თამაშებს ვაწოდებდი, მე ვიყავი პროვაიდერი, აი როგორც Evolution Gambling-ია, ზუსტად ერთ-ერთი, ოღონდ ქართული ვერსია რა. ანუ ზუსტად ერთი და იგივე საქმიანობა ქონდა, როგორც Evolution Gambling, ეხლა რაღაც პრობლემები აქვს და რაღაცა ისა აქვს, მაგრამ როგორც Playtech-ი დაუშვათ, იგივე პროვაიდერია, მსოფლიო დონის რა. ეს Evolution-იც ესეთი მსოფლიო დონის. მე ვიყავი ქართულ ბაზარზე რაღაცა, აი ქართული ვერსია რა. მოკლედ ყველასთან ესე ურთიერთობა მქონდა და ყველასთან წინა პირობა იყო ის, რომ ყველას ვეუბნებოდი, რომ მე ჯგუფი მყავს უკრაინაში, ეს არის კონფიდენციალური, ეს არის ჩემი, ანუ ეს არის ჩემი საყრდენი. თქვენ მაგ ეს თამაშები, თქვენ თუ კიდე რამე თამაში გინდათ, თქვენ მე მიგვეთავთ, მე ვაკეთებ ამ თამაშს, მომაქვს თქვენთან და დებთ თქვენ პლატფორმაზე და საზღაურს მე ყოველთვიურად მიხდით. აი ესეთი მოლაპარაკება მქონდა ყველა ჩემ პარტნიორებთან. ეს ბიზნესი მე დავიწყე 2003 წელს. პირველი ონლაინ კაზინო საქართველოში გავხსენი მე 3G.
ეს იყო ტელევიზიის წინ ავიღე ესე სალარო გავაკეთე, მაშინ არ იყო არც ეს Facebook-ები, ჩასარიცხი აპარატები, არაფერი, scratch ბარათებს ბეჭდავდით, ან უნდა გადაგეფხიკა, უნდა გეყიდა ეს ბარათი 2003 წელია რა, ინტერნეტში რო დაილაპით შედიოდა რა, მუსიკებიც რო შედიოდი დაილაპში, იმაში ინტერნეტში შალახოს უკრავდა და მე შედიოდი ინტერნეტში რა, ეგ პერიოდია 2003 წელია რა, ედუარდ შევარდნაძის დროა. მაშინ გავხსენი პირველი ონლაინ კაზინო. და ეს ბეჭდავდი ამ ბარათებს, scratch ბარათებს და ხალხი ყიდულობდა, ფხიკავდა, შეყავდა კოდი, ფული უჯდებოდა რა ნომინალსაც. იყიდი და იმასთან შეფარდებით და ნუ აი ჩავლებრად როგორც ტელეფონზე იყო რა, ზუსტად იგივე პროცესი იყო და ზუსტად ისე გიჯდებოდა ფული რა და მოკლედ მე თამაშობდნენ რა ამ ფულით. ეს არის 2003 წელი. წარმოგიდგენიათ როდის? ანუ იმის მერე მოკლედ განვითარდი, არ გავჩერდი, რაღაცა ტაიმაუტები მქონდა რაღაცა პერიოდებში, მაგრამ ნუ მოკლედ ესე ვთქვათ, მივედი იქამდე და მივახციე იმას, რომ შევქმენი ისეთი თამაშები და ისეთი ხარისხიანი თამაშები, რომ მოკლედ უჩემოთ, კიდე გავიმეორებ, ცოტა არ მიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მიწევს, კიდე გავიმეორებ, რომ უჩემოთ საქართველოში ონლაინ კაზინო არ იხსნებოდა იმიტომ, რომ თამაშები მქონდა მარტო მე, რომელიც მუშაობდა, რომელიც იყო ხარისხიანი და რომელიც იყო მოთხოვნადი. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს უნდოდა, რომ ამ ბაზარზე შემოსულიყო, უნდა ქონოდა ჩემი თამაშები, სხვანაირად კონკურენციის თვალსაზრისით, მისი განვითარების შანსი იყო ნულის ტოლი. ამას ეხლა თვითონაც არ მალავდნენ, ალბათ ეხაც არ მალავენ და თვითონ რომ დამალონ და ჩულაში შეინახონ, ამის შემსრე, დამსრე, ნანახი და რომ დაადასტურებს, ისეთი უამრავი ადამიანია და მით უმეტეს ვინც ამ ბიზნესში იყო და ამ ბიზნესთან შეხება ჰქონდა, მეპატრონე იყო, თანამშრომელი იყო თუ დამსრე იყო, რომ ყველა მიცოდა ეს და ყველა მიცის და ეს ეხა ამათმა რაც არ უნდა რაღაცა გადააწერონ, ისტორია გადმოწერონ და რაღაცეები გადაუჭირონ, გადმოუჭირონ, ნუ ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ეს რეალური ისტორია იცის ძალიან ბევრმა ადამიანმა რა და ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა იქ და ბევრი ადამიანი ესწრებოდა და ბევრი ადამიანი ამ ყველაფერს უყურებდა, რასაც მე ვსაუბრობ. მოკლედ სადღაც ამ ბოლო პერიოდისკენ, სანამ ჩემი პრობლემა დაიწყებოდა, მოკლედ მოვიყვანე ეს ჩემი ვირთხა ჩასიძებული სიძე ამ საქმეში, ესე ვთქვათ რა. დღეს ესეთ შეფასებას უკეთებ, თორემ მაშინ რაღაცა შვილივით უყურებდი და რაღაცა ისეთი იყო რა. ეხლა ეს ხო ძალიან ბევრ ადამიანს ნანახიეთ რა, სულ თვალებში მიყურებდა და რაღაცა ამხელა ცხოვრება მივეცი, თვეში 10,000 ლარი რაღაცა და სულ ისე იყო რა. მაგალითად პიცას რო იყო და ვინმე მე მოვიდა, ან კოკა-კოლა იყო მოსატანი, პირველი თვითონ გარბოდა და აი სულ ცდილობდა რომ მოეტანა და აი სულ ცდილობდა რომ რაღაცა აი მეო მამაო არ მყავსო და მამის სითბო შენგან ვიგზენიო და რაღაცა რა, ნუ რაღაცა რითი ესე ვთქვათ მადლობა გადაეხადა ჩემთვის, აღარ იცოდა რა, მოკლედ რაღაცა იმეებიდან გადიოდა რა, ცოტა რა მომენტებში ვეუბნებოდი რომ მე შენი მამა არა ვარ რა, მე შენი სიმამრი ვარ რა. ნუ მოკლედ გადაირია ეს ბიჭი, კიდე გავიმეორებ, პირველად 10,000 რომ მივეცი, თელი წელი ახალი წელი ეგონა რა. მოკლედ იყო ჩოგბურთის ტრენერი 500 ლარი ხელფასით რა და უცებ ამოვიყვანე 10,000 ხელფასი და აი რა გინდა და აი კიდე რამე ხო არ გინდა და მანქანა ვაჩუქე და შვილს, მაგრამ აგე ერთი არ იყვნენ და ნუ მოკლედ რა არაფრის პრობლემა არ ქონდა და პლუს თავზე ზევიდან აი ეს 10,000 ლარი რა. ნუ ეხა ესე წვიმანებში იმიტომ მივდივარ რომ ამ ვირთხამ ეს რა ვირთხა ეხა საუბარში გაიგებთ და ეს ჩემი საუბარი სასაუბროა და სათქმელია თუ არ არის სათქმელი, აი ეს ვიდეო რო დამთავრდება თქვენ გამოიტანეთ მაგის აზრი და თქვენ შეაფასეთ რა, ეს ყველაფერი სასაუბრო არის თუ არ არის რა ჩემი მხრიდან რა.
და ეხლა დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოს კიდე ისეთი ადამიანები უყურებენ, რომ მოყოლაც არ უნდათ რა, იქვე 1 მეტრში მდგარან და იმას რომ ჩემი რავი შვილი ხარ და რაღაცა და ამ ხელადობა გამოგიცხადე და რეალურადაც ესე იყო, ამ ხელადობა გამოუცხადე, გადავაბარე მთელი ჩემი საქმე და მე ცოტა რაღაცა დრო გავითავისუფლე, რომ უფრო მეტი რაღაცა გამეკეთებინა და უფრო განვითარებულიყო ბიზნესი. მოკლედ თავი რო არ მოგაწყინოთ, ცოტა აი ეს ემოციები მებძვის და აი გადმოვდივარ რა, ეხლა მე ვარ ასენი რომ მე მაწამებდნენ, ამას ბევრი ადამიანი ესწრებოდა რა, ეხლა ესე ხო არ ვიყავი რომ სადღაც ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და ესენი მოდიოდნენ და სპიცებს მარჩობდნენ. ანუ თელ ამ იმაში ჩაითრიეს და ჩაიყოლიეს ძალიან ბევრი ადამიანი ამ ავადმყოფებმა რა, ესენი არიან ავადმყოფი ვირთხები. ავადმყოფი ჩამოყალიბებული მანიაკი ვირთხები. აი ამ ფორმულირებას დამიდასტურებს ძალიან ბევრი ადამიანი. როდესაც მთავარი ვირთხა ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება, მთავარი ავადმყოფი და ვირთხა რო აღარ იქნება და საქართველოს რაღაცა ნორმალური ადამიანების ხელში გადავა ისევ და ეს ვირთხა აღარ იარსებებს, მე აი ამ ჩემ ფორმულირებას ძალიან ბევრი ადამიანი დამიდასტურებს. ეხა არის ეს ბევრი ადამიანი რაღაცა სარჩოს ქვეშ, შიშის ქვეშ, რაღაცა რა, როგორც ხდება რა, აი მიტინგებზე რო ძალით ხალხი მიყავთ, აი ესენი ითხრევენ ესე ძალით ამ თავის რაღაცა ავადმყოფურ რაღაცა ჩემს მიმართ რაღაცა საქციელებში, ჩემს მიმართ სცენარებში რაღაცეებს დგავენ, ბოდავენ, რაღაცა ზესუმზირის გამყიდველთან მიდიან, რაღაცა რომ მოვა ეს უთხარი და ვიღაცა აი რაღაცა რა ხალხი იქ რაღაცა მუშაობს, რაღაცას ყიდის, რაღაცა თავი გავ და ამათა, ნუ მოკლედ, ეს ყველაფერი გამოაშკარავდება და ყველა ეს ადამიანი დრო მოვა ჩემი ვარაუდით, ეხლა მე საიდან ვიცი რა, მე ხო არა, მე არავინ არა ვარ, მე ვარ ოკეანეში წვეთი, მაგრამ ჩემი ვარაუდით მოვა დრო, როდესაც ყველა ეს ადამიანი დაადასტურებს ამ ფორმულირებას, იმიტომ რომ მართლაც ესე იყო. ანუ იმათ ეხლა სხვა რაღაცეებს უხატავდნენ, მაგრამ ჯამი არის ეს, კვანძი იკვრება ყველანაირად ამ ფორმულირებაში. ეს ფორმულირება არის სწორი და მტკიცე. ეს არ არის გაბრაზებული ადამიანის ნათქვამი. ეს არის ზუსტი ფორმულირება, მთლიანად ეს არის სწორი ფორმულირება მთლიანად ამ ისტორიაში ამ ფიგურანტების რა, ზუსტი ფორმულირება. კიდე გავიმეორებ, ძალიან ბევრი ადამიანი დაადასტურებს და ეხლა დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოს ვინც უყურებს, ძალიან ბევრი ადამიანი გულში იძახის, ესე რომ ვთქვათ, ქართული მითი, რომ მე ვარ რასაც საუბრობ, ვარ 100%-იანი მართალი. მოკლედ, ჩემმა პარტნიორებმა, მოკლედ რომ გითხრათ, თავიანთი სარეზერვო გეგმა იყო აი ესეთი მზაკრული გეგმა, რომ მოკლედ ქონოდათ ავარიული გასასვლელი რა, მოკლედ ჩემთან რომ ვერ დაელაგებიათ სიტუაცია, ანუ მათ ხო უნდა გაეკეთებინათ შემოთავაზება ჩემთვის და მე დავუშვათ ხო შემეძლო რომ არ მიმეღო რა. ამისთვის ეს ბიჭი მოამზადეს, რომ მე თუ განვაცხადებდი უარს მათ შემოთავაზებაზე, მე რაღაცა აი ეს სახანძრო კარებიდან უნდა გასულიყო, მე ესე ვთქვა და თავისი მზაკრული გეგმა უნდა განახორციელებინათ რა. ესე ვთქვათ. მაგრამ ნუ გამიკეთეს ესეთი წინადადება, რომ მოკლედო მამუკო მოდიო ისედაც შენო რა აგერო რა ინტერესით, ანუ 10% იყო ჩემი ინტერესი მანამდეც, სანამ პარტნიორები გავხდებოდით
და მოდიო ესო 10%-იო შემოდიო თელიო ბრენდის 10%-იო შემოხვალო მე მქონდა ჩემი თამაშებიდან 10% მანამდე მოკლედო შენო ეს ექსკლუზივიო გადმოგვეციო მე და ლიდერბეცო აგერო ჩვენო ეხა ვაერთიანებთო ვერთიანდებითო ანუ მე ესე წინადადება სან რომ გამიკეთეს მაშინ არ იყვნენ გაერთიანებული ეხლა ჩვენო ვერთიანდებითო ხსნითო კომპანიაშო სუპერბერცო იგივე ეხა მე რასაც ვლაპარაკობ ანალოგიური ერთი-ერთში იგივე მოლაპარაკება და სიტუაცია მქონდა ლიდერბეტ მქონდა ლიდერბეტთან ზუსტად იგივე ანალოგიური როგორც ამათთან ანუ ორ ბრენდს ვემსახურებოდი ეხლა ჩვენ ვერთიანდებითო და მოკლედო ეს 10%-იო შენო ოფიციალურადო გექნებაო ამ სუპერბეტშიო გაერთიან ამ ერთ კომპანიის ქვეშ გაერთიანებული კომპანიიდანო სუპერბეტიდანო 10% ოფიციალურადო გექნებაო მოდიო გაგვაცანიო შენ და შენი ექსკლუზივიო განმოგვეციო და მოკლედო თელიო ბრენდისო აქტივისო უძრავი მოძრავი ქონებისო ყველაფრისო 10%-ის მოწილე გახდებიო მარტო შენი თამაშების კი არაო თელი ბრენდისო რა აქედან გამომდინარე ნუ კარგი დავეთანხმე მოკლედ რა მივიღე წინადადება ანუ მაგრამ ძალიან გაუხარდათ ესე ვთქვათ და მეც გადავწყვიტე რომ მეთქი ესე ჯობია თქო მივიღე გადაწყვეტილება მოკლედ და განუცხადე თანხმობა ეხლა ერთი ყობა იქ გიგლემიანი აიო ჩემი ცოლით ატვიჩაივარო მე ჩემი ცოლით პასუხისგებელი ვარო ჩემ ცოლს ჩაგიდებო იმაშიო ჩემ სიტყვის პასუხისგებლობაში და მეთქი ხა ეს არასერიოზული ლაპარაკია მეთქი რაღაცა მეთქი ითქვა ისინი იყო ფილიალები აქეთ ონლაინი ეს თელი სერვერები ისინი ანუ არ არის რა ადვილი ამ ორი კომპანიის გაერთიანება რა იქ რაღაც პლატფორმა დავტოვოთ ლიდერბეტის თუ კრისტალბეტის და ანუ აი საუბრები იყო ტექნიკური მხრივ მე პლუს ეს ონლაინი ოფლაინ კიდე რაღაცა ბევრი სლოტ კლუბები იყო იკოპიტნარში კაზინო იყო ის იყო ეს იყო და ნუ მოკლედ თელი ეს შერწყმა ამ ორი კომპანიის ეს ინტეგრაცია სანამ მოხდებაო შეუდგეთო უკეო ამ იმისო გაკეთებასო რა ეხლა რაღაც საკითხები უნდა გავიაროთო და თუ გავერთიანდითო ანუ თუ გავერთიანდითო ხო ერთი კომპანიიდან 10% გიქნებაო და თუ ვერ მოხერხდაო ჩვენი გაერთიანებაო მაშინო ცალკეო მოგცემთო რა ჩვეულებრივათო შემოხვალო ცალკეო კრისტალბეტის 10%-ში შემოხვალო მთლიანი ბრენდისო და ცალკე ლიდერბეტის 10%-ში შემოხვალ მთლიანი ბრენდისო რა უბრალოდო აი ხა მეც ვესწრებოდი რომ მართლა პროცესი იყო მართლა საუბრები იყო ძალიან ისეთი რა მდუღარე ესეთი გაქანებული რომ ეს ხნათ ისე ანუ ეს საკითხი განხილვის პიკში იყო ესე ვთქვათ რა ანუ მიდიოდა მაგარი მუშაობა როგორ შერწყმულიყო ეს ორი კომპანია რა არც ისე პატარა რა თავისი ოფლაინით და თავისი ონლაინით რა ესე ვთქვათ რა მოკლედ სანამ ჩვენო ამასო გავაკეთებთო მოდი ეხლა შენო უკვე ეს IT აქო ჩამოიყვანეო ანუ თან უკვე ძალიან საჭირო იყო ეს IT რა ეს პლატფორმები თამაშები რაღაცა იქ რაღაცა დიზაინები უნდა შესვლილიყო ერთი დიზაინის ქვეშ რაღაცა თელი ამბები იყო რა მოკლედ რა ეხლა საჭიროაო პროგრამისტებიო და მოდიო დრო არ დავკარგოთო და ბარემო ჩამოიყვანეო უბრალოდ აიო დღესო იმიტომ არ მივდივართო და იმიტომ იმ იუსტიციაში და არ ვაფორმებთო 10%-ო რომ არ ვიცითო თუ ვერ გავერთიანდითო არარსებული კომპანიის წილსო ხო არ გაგიფორმებთო მაგას როგორ გაკადრებთო და თუ ისაუდი ხავ ტყვილავ აქ შემოხვიდე იქ შემოხვიდეო მე უნდა გამოხვიდეო და იმ ერთ კომპანიაში უნდა შეხვიდეო და მოდიო რა რაღაცაო რაღაცაო რა ერთი თვე ორი თვეო მაქსიმუმო და ჩამოყალიბდებითო ბოლო გადაწყვეტილებასო მივიღებთო ვერთიანდები თუ არაო მაგრამ ეს დრო არ დავკარგოთო შენო ეს პროგრამისტები ჩამოიყვანეო თან საჭირო იყო ხა რასაც მეუნებოდა მეც უდასტურებდი რომ ხო რა ეხა ბევრად კომფორტული იქნებოდა რომ ეს უკრაინელები აქ ყოლოდა ეს თელი IT ჯგუფი და თელი ინტეგრაცია მომხდარიყო უკვე
ესენი რომ საქართველოში იქნებოდა. ანუ ჩემი ექსკლუზივზე აქ საუბარი რა, რაც არავინ არ იცოდა და საერთოდ არავის კონტაქტი არ ქონდა, მარტო ქონდა ამათან, აი ამ ქართულ პროგრამის, რომლის მეჯვარეც ვარ, აჩიკო ქვია და მარტო ქონდა კონტაქტი ამ ვირთხა ჩემ ჩასიძებულ სიძეს რა. დანარჩენი არავის საერთოდ კონტაქტი ამ უკრაინელებთან არ ქონდა. თელი ჩემი ექსკლუზივი შედგებოდა იმაში და გამოიხატებოდა იმაში, რომ ეს უკრაინელები სად იყვნენ, ხო? სად იყვნენ, არავინ არ იცოდა. იყვნენ რეალურად დონეცკში, მე კიევში რაღაც უკრაინაში ძირითადად დონეცკი. მაგრამ აი დონეცკი ხა რატო ვახსენე? დონეცკში რო იყვნენ, ეს არავინ არ იცოდა რა. უბრალოდ ყველამ იცოდა ზედაპირულად, რომ უკრაინაში მყავს აიტი ჯგუფი და იქ იქნება თელი ეს თამაშები და თელი ეს ხარისხი და ყველაფერი ეს იდეალური კეთდება იქ. და მე აქ მოკლედ მართავ ამითი ჩემ ბიზნესს. ვაწარმოებ ჩემ ბიზნესს, ესე ვთქვათ რა. მოკლედ კიდე გავიმეორებ ამ უკრაინელების ლოკაცია და ამ უკრაინელებთან კონტაქტი იცის მარტო ლოკაცია ამ პროგრამისტმა აჩიკომ და ამ ჩასიძებულმა ვირთხამ. მოკლედ სხვა არავინ არ იცის და კონტაქტის შესაბამისად აქ მარტო ამ ორ ადამიანს, ჩემს გარდა რა თქმა უნდა. მოკლედ მივიღე წინადადება და გავითვალისწინე საჭიროებიდან გამომდინარე, რომ აიტი ყოფილიყო საქართველოში. მოკლედ ჩამოვიყვანე ეს ბევრი რო არ ვილაპარაკო, ჩამოვიყვანე ეს უკრაინელები და თელი ჩემი ექსკლუზივი თავის უკრაინელებიან და დავდე ლიდერბეთის და კრისტალბეთის წინ. ანუ მოკლედ მოხდა გაცნობა იქ რა, ქართული ამბავი რესტორანი ის იქ რაღაცა, აღინიშნა ეს რომ მე ჩემი ვალდებულება გავაკეთე. მე რაღაცა არ დავაგდა ისე რომ ანუ ვერ გაკეთდებოდა ისე როგორც უნდოდა და წარმოედგინათ ამათ გაერთიანება და აქედან გამომდინარე ისევ გაიყვნენ. ანუ როგორც გაერთიანდნენ ძალიან მალე რაღაცა მე იქ წავედი უბრალოდ არ ვიყავი, აქ დავტოვე ეს ვირთხა ჩემი სიძე, ამას ყველაფერს ინფორმაციას მაწოდებდა ჩემი მხრიდან რაც იყო გადაწყვეტილება, რაზეც უნდა მიმეღო. ვიღებდი, ვაკეთებდი, მოკლედ მე ჩემი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებდი. ამათმა ამ ლიდერბეთმა და კრისტალბეთმა ბოლო მოკლედ რო ვთქვა, ვერ მოილაპარაკეს და ვერ გაერთიანდნენ. ანუ დარჩა ცალკე ლიდერბეთი, დარჩა მე ვიყავი უკრაინაში ამ პერიოდში რა. იქ რაღაცა პროექტს ვაკეთე, რაღაცა ჩემამდებზე ვიყავი უკრაინაში. მოკლედ ამათმა ამ პერიოდში ვერ მოილაპარაკეს, დარჩა კრისტალბეთა, დარჩა ლიდერბეთა. ჩამოვდივარ უკრაინიდან, მეთქი რა ხდება ბოლო-ბოლო, მოკლედ ვარ გამოვაო რა, გაერთიანებაო რა. ვეცადეთო ყველანაირადო ისო და მოკლედ ვევრლაგდებითო რა, ანუ არ გამოვაო რა გაერთიანებაო და მოდიო ეხაო ჩვენო როგორც ითქვაო სიტყვაო, როგორც აიო ჩემიო ცოლშვილითო ეს კობა გიგლემიანი მეუნა სვანია რა. როგორც გითხარი მამუკ რა, ეხა სიტყვა მოგეცი ცოლშვილი პასუხისგებლობაში სუ იმეორებდა ამას აქცენტს უკეთებდა ამას რომ აიო სიტყვის კაცი ვარო და წავედით ეხაო და მოკლედ 10% გადმომიფორმა კრისტალბეთმა. 10% გადმოაიო, რაც თქვითო გავაკეთეთო ჩვენო. 10% გადმომიფორმა კრისტალბეთმა და ლიდერბეთში ამ ქართლოსა დიასამიძესთან რომ უნდა მივსულიყო და თვითონ მირეკავდა, რაც თქმელია უნდა ითქვას, რომ თვითონ მირეკავდა, რომ ბიჭო 1 საათი უნდაო, რა საათნახევარი, რო გაიგო ლიდერბეთმა, რომ კრისტალბეთმა გადმომიფორმა 10% და მოკლედ ლიდერბეთს აი როგორ მახსოვს რა, ზუსტად ესეთი პასუხი უთხრა, რომ აი უკრაინიდან ჩამოვალ და სიტყვას გაძლევ აეროპორტიდან სახში მივალ, რაღაც ბარს დავდებ და მოვდივარ შენთან და всё გადმომიფორმე და ანუ თვითონ ღელავდა რა, რომ ჩვენцо გვინდაო იმათმაო თუ ახლა ჩვენო რაო რა, ანუ ჩვენ სიტყვა გვაქვს ნათქვამიო რა, მოკლედ რა, ესეთი აქცენტირება იყო ამაზე რა, რომ სიტყვა ქონდათ ნათქვამი და ეხლა ეს უნდა განეხორციელებინათ რა. მოკლედ კონცეფცია შეიკრა იმითი, რომ
ანუ მთელი ბრენდიდან როგორც მოხდა მე მთელი ბრენდის 10%-ის მე პატრონი ვიქნებოდი და მე გავაკონტროლებდი ან ეს ჩემი ჩასიძებული ვირთხა როცა მე ვიტყოდი რომ აი მე აქ არა ვარ და აი ეს მოვა ჩემს მაგიურად რა თორე ხა იმას არანაირი ოფიციალური სტატუსი არაფერი არ ქონდა რა უბრალოდ ჩემი წარმომადგენელი იყო რა რაღაც საკითხებში წავედი უკრაინაში ჩამოვედი მოკლედ რაღაცა აი ისე მოხდა რომ ამ ლიდერ ბეჩი არ იყო რა აი ჩემთვის ისეთი მწვავე ისეთი ურთიერთობა მქონდა ურთიერთობიდან გამომდინარე რომ აი არ იყო რომ აი წამოეხავე აი ხა მოვედი რა ანუ აი თან როგორ იყო იცით რა აი ჩამოვდიოდი მივდიოდი რა და აი გადაიდო რა ელემენტარულად გადაიდო რა რასაც ვქე თორე შემოსავლის ხრივ ჩვეულებრივად ამ ფულს როგორც კრისტალბეთიდან ისე იქიდან თელი ბრენდის ჩვეულებრივად მიხდიდნენ ანუ სიტყვა ანუ ჩვენი მოლაპარაკება და ჩვენი გარიგება მოქმედებაში მოყვანილი იყო და ხორციელდებოდა და ყველაფერი მიდიოდა ისე რა გარიგებაც ჰქონდა უბრალოდ ლიდერბეჭ გულისხმობ უბრალოდ არიდო ფურცელზე რა აი ესე მიდიოდა პროცესი, ანუ ჩვენი ურთიერთობის ერთი წუთით უკაცრავად. მოკლედ თმებს ვისწორებ სულ იმიტომ რომ ვიბანავე და რომ მიშრება მიფუგდება. გავდივარ ვისწორებ რა თმებს რა. იმას რო ავგავდე რა ქვია, სხვას. მოკლედ აი ესე მიდიოდა თელი ბიზნეს პროცესი და თელი ურთიერთობის პროცესი, ანუ ყველაფერი იყო კარგად. ერთ მშვენიერ დღეს, მოკლედ, თელ ამ პროცესების დროს მირეკავს ეს ლევან ახვლედიანი, ეს ვირთხა, მირეკავს და რაღაცა ისეთი საქმე გვაქვს, უნდა მოხვიდეო რა, ანუ ტელეფონში ვერ გეტყვით. ძირითადად ეხა მე რო არ ვიყავე, უკვე იქ აპრობირებული რაღაც იყო, რომ ჩემთან კონტაქტი Skype ან ტელეფონი რა, იმიტომ რომ სულ სადღაც ვიყავი, სულ რაღაცას ვაკეთებდი, სულ დაუფრინავდი და ანუ აი თუ რაღაცა ისეთი მართლა ისეთი სერიოზული საკითხი არ იყო, ყველას უკვე გათვალისწინებული ქონდა, რომ Skype-ით დაურეკოთ ან ტელეფონით ან რაღაცა რა. თუ ისეთ ადგილას ვიყავი რომ Skype-ით ვერ მირეკავდნენ ტელეფონზე რა, აი ეგ იყო. მოკლედ თუ არ Skype-ი, არ ტელეფონი, უნდა მოხვიდეო ძალიან სერიოზული საქმე მაქო შენთანო და გვაქო რა. აი მეთქი რა, არ ვიყავი რა და ნუ რაღაც რამოდენიმე დღეში ჩამოვედი, ძალიან მალე 2-3 დღეში ჩამოვედი, მოკლედ მივედი და მოკლედ მამუკო, ეხლა ისეთი პროცესებიაო, აი ხო ხედავ ჩვენ ესო, მოკლედ ვიღაცა კარიშა გჭირდებაო ბჭყალებში რა, ანუ ვიღაცაო პატრონიო გჭირდებაო რა, ანუ ეხლა ვითარდებაო არანორმალურ, მართლა არანორმალურად ვითარდებოდა ბრენდი, შემოსავალი, ანუ იზრდებოდა ლევან ახვლედიანი რო საუბრობთ და კიდე იქ პარტნიორები რა, ნუ ყველა არ იყო რა, კობა იყო და ის იყო კიდე რა. დასენი იყო კიდე ხო ეს დასენების მაფია ეს დასენი ერთ-ერთი დასენი იყო რა ანუ ჩვენი პარტნიორი რა ეს დასენების იმიდან რა ქვია წრიდან ეხლა ცოტა კიდე თავს ვიკავებ რა ხო და მოკლედ ჩვენო აგერო ესე ვითარდებითო მოკლედ რომ ისე რო გითხრათ რა მოკლედ აგერო ძალიანო განვითარდითო ვითარდებითო და უნდა განვითარდეთო კიდევ რაც იყო რეალობა იმიტომ რომ ანუ შენ საქმეს ხუძე აკეთებო და ჩვენცო ჩვენ საქმესო აგერო და მოკლედო ეხაო ერთნი ვართო და მოკლედო ჩვენო მივიღეთო გადაწყვეტილებაო რომ პატრონსო ჩვენო გვინდაო პატრონიო ვიღაცაო ნუ პრიშაო ესე ვთქვათ ბჭყალებში მისის გამოხატულების სიტყვა კრიშა იყო, მაგრამ ნუ აზრობრივად პატრონი გვინდაო რა, ეს კრიშა რო არ ვიმეორო. და ჩვენო მივიღეთო გადაწყვეტილებაო რომ ბრენდისო 10%-ო ყველა ჩამოვიკლოთო შეფარდებითო ვის რამდენი პროცენტი გვაქვს და
მოკლედო 10% უნდა გამოვიყვანოთო ჩვენი წილებიდანო და უნდა მივცეთო ამ ჩვენ პატრონსო, რომელიცო მეო მაქო რაღაცა პირადი ურთიერთობაცო, ამ ლევან ახვლედიანს რაღაც ის ქონდა ქათმების ფერმა, რაღაცა ბიზნესები ქონდა და მოკლედო მეო მაქო რა რაღაც ურთიერთობა ოთარ ფარცხალაძესთანო, მეო მიმესვლებაო, ანუ და მაქო რა რაღაც ურთიერთობაო და მოკლედო ეხლა ისეთი საუბრებიო უკვე იყო ჩვენ შორისო, მაგრამო ეხლა დანარჩენ პარტნიორებსო ყველასო ველაპარაკეო, შენ უბრალოდ არ იყავიო და ეხლა შენ გელაპარაკებიო, ამათმაო დანარჩენებმაო თანხმობა განმიცხადესო რა, მოკლედო ცოტაო ეხლა ყობას არ მოწონსო ეგო, მარაო ნუ ეხლა ეს ლევანა ისე ცეხავი კი ისეთი ტიპია რა, რაღაცა რა, ერთი ბოთლი კონიაკით რო საქმეები უკეთებია რა. ხო და ისა რა ქვია, მოკლედო ყობაო ცოტაო ყოყმანებსო, მაგრამო მაგასაცო მაგიც კი სიტყვისო რა, ესე ვთქვათო და მოკლედ შენ დარჩიო რა, ეხლა შენც უნდა გითხრათო ეს ამბავიო, შენიო პასუხი გითხარიო და ყობასაო 99% ნათქვამია კიო და წავიდეთო და მოკლედო შენი შეფარდებში რაც იქნებაო რა, შესაბამისად იმასო ჩამოიჭრიო შეფარდებითო და ჩვენც ყველაო ჩამეხა იქ ვიღაცას ხუთი ქონდა, ვიღაცას ის ქონდა, ვიღაცას ეს ქონდა, ეს ყობა გიგლემიანი თავის მასთან ერთად იყო, ალაუს მასთან ერთად ვანო გიგლემიანთან და ნუ მოკლედ იქ ინტერესები რაღაც შიდა ეს წილობრივი ინტერესები, ოღონდ ყველაფერი ოფიციალურად და ოფიციალურად ჩვენ უნდა გამომზადოთ ეს 10%-ო, მეო ბოლო სიტყვა უნდა უთხრაო ფარცხალაძესო, ისო მერეო ანუ ეხა არ ვიციო ეგო რა, ან თავის კომპანიით შემოვაო, ანუ ნათესავ შემოიყვანსო, ეხაო თვითონო არ ამგონია რა, თან უკვე რაღაც ეს დუღილი იყო რა, უკვე ფარცხალაძე. მოკლედ მეთქი არა თქო რა, 10% მეთქი რა კრიშა, რა სახურავი, რა პარკეტი მეთქი, რა იატაკი მეთქი, რა ებს მე რა ჟოლუბი მეთქი, რა სახურავი, რა ჟოლუბი მეთქი, რა ებს მელაპარაკები, რა ფული, რის ფული მეთქი 2003 წლიდან მოვდივარ, გამოვიარე, რა ვიცი, მეთქი ამ ხელაგზა მეთქი რა, ესაუბარი არის 2015 წელია რა. ხო და ესე აგერ 2003-დან მეთქი 2015-მდე ისე მოვედი რომ არც კრიშამყოლია მეთქი და ერთი სიტყვა რა, აი ედუარდ შევარდნაძის დროიდან დაწყებული თელი ნაციონალების პერიოდი, მოკლედ 2003 წლიდან 2015 წლამდე ჩემთვის თუ ვინმეს ერთი მსგავსი აი სახასიათო, რასაც ლევანი მეუბნებოდა ეს ახვლედიანი ეს ვირთხა, აი ეგეთი სახასიათო ერთი კითხვა დაეშვათ, აი ერთი კითხვა არ დაუსვიათ რა, სულ ფიქრობდი რომ მეთქი ამდენს რომ დაუფრინავ რა, ჩემთვის მიფიქრია ძალიან ბევრჯერ რომ მეთქი აი ამდენს რომ დაუფრინავ რა, ეხლა აი კვირა ყოფილა სამდე წავსულა თან ეხლა ამ უკრაინელებისთვის მოკლედ სულ ფული დავდიოდი რა და ნუ ეხა იმ დროის ეკვივალენტში არც ისე პატარა ფულებით და ნუ რაღაცა აი ადამიანი ვიყავი რომელიც რაღაცა ბევრი ფულით სულ გამოფრინდა რა და მეთქი ეხა ერთ დღეს ალბათ და ვიღაცა მკითხავს რომ ვინა ხარ, რა ხარ, სადადი ხარ, ასაკეთებ რაღაცა რა, მოკლედ რა ფრინავები ჩემი, რა ვიცი რა, შვილი მომანათლის, შვილი უნდა მოგანათლიო რა, მეხუმრებოდნენ იქ, რომ შვილი უნდა მოგანათლიო, იმიტომ რომ რაღაცა რა, ერთად მუშაობდით რა, უბრალოდ მე მგზავრი ვიყავი და ის მფრინავი, თორე სულ ერთად ვიყავით რა, სულ აი ესე მოუფრინავდი რა. ხო და მოკლედ იტყვა რა ემას ამ ეს უბრალოდ რა ვიცი რა უსინდისობის პიკი იქნება რო არ ვთქვა რა ერთი კითხვა არ დაუსვია არავის რა ჩემთვის მივდიოდი ვითარდებოდი და რა ვიცი ჩემი შექმნილი ბიზნესით რაც საქართველოში ბიუჯეტში ფული შევიდა ну რა ვიცი აგენ ნოდარ მელაძემ გააკეთა გადაცემა და რა რიცხვებზია საუბარი თვითონაც ხომ მოისმინეთ და ნუ ეხა ყველამ განსაჯოს თავისი პატიოსნებით და თავისი
კაცობით და ადამიანობით მე რა ღვაწლი მაქვს მაგ რიცხვებში რა ყველამ რა როგორც დედამის ტვალებში უყურებს აი იმ სინდისით განსაზღვროს მე რა ღვაწლი მაქვს მაგ რიცხვებში აი შეაფასოს რა ყველამ რა ვიცი რა აი თემურ უგულავას კითხეთ და რავი ნებისმიერ სულიკო წულუკიძეს კითხეთ ევროპა ბეთისის რო არის და ნუ რავი კრისტალბეც და ლიდერბეც და რავი ნებისმიერ ბრენდს კითხეთ მე რა ღვაწლი მაქვს მაგ რიცხვებში რაც ნოდარ მელაძის გადაცემაში გაჟღერდა და გაშუქდა ესე ვთქვათ რა ეხლა რა ეხლა ცოტა კიდე გადავედი ეხლა დავუნდები ისე იმ წერტილზე რა მოკლედ მეუბნება რომ ჩვენო ამ ჩვენ კრიშასო უნდა მივცეთ ფულიო ამ ფარცხალაძესო წილიო მეთქი რა კრიშა რა ჟოლუბი მეთქი რა იატაკი მეთქი გამორიცხულია რა მეთქი 2003 წლიდან 2015-მდე ისე მოვედი რომ კაციშვილს ერთი კითხვა არ დაუსვია მეთქი და ეხა ტელევიზორს რო ვთავ მეთქი პირველი მაგას ყვირიან რომ რაღაცა ადამიანის უფლებები პრიორიტეტია და ბიზნეს არ შევეხები და ნუ ამათი ნარატივი რა იყო და ამ მათხვარების ამ ვირთხების ამ შემოპარული ვირთხების ნარატივი რა იყო მარტო ის ხო არ იყო 100 ქარხანა და ის მთელი ამათი დედა აზრი იყო ამათი დედიკო აზრი იყო რომ ბიზნეს არ შევეხებით, ადამიანის უფლებებს არ შევეხებით, მთელი მაგათი დედიკო აზრი ეგ იყო, ხო? ეხლა ნუ რა ვიცი, ამის მომსწრე და დამსწრე ალბათ ყველა ქართველია რა, ყველა ქართველის ყურში ეშედიოდა, ჩემ ყურში ინტენსიურად შედიოდა, რა ტელევიზორზე რა არცეც არ უნდა გადაგერთო, რა ვიცი რა, ანუ დედიკო აზრი მაგათი ეგ იყო რა. ხო და მოკლედ მე უთხარი მეთქი არა თქო რა. ნუ მოკლედ ეს არის უკვე წერტილი, აი ეს საუბარი, ეს შეხვედრა არის უკვე 2015 წლის ნოემბერი. ხო და მოკლედო, მაგრამ რა როგორ არაო. აი ეს როგორ მახსოვს რა ეხა რა ციტირებ სიტყვიერათაც და რა ვიცი რა ემულირებას უკეთებ მის შეცხადებას როგორ გაუკვირდა კაიგე ანუ როგორ რასაკეთებო რა ანუ მეთქი არა მეთქი რა ჩვეულებრივად გეუნები არას მეთქი რა მე არავის არაფერს არ მივჭენ თქვენ ვისაც გინდა რა თუ გინდა რა ვიცი შენი წილი ვისაც გინდა მიეცი მე ჩემი წილიდან ერთ კაპიკს არ მივჭენ არავის მეთქი რა ეხლა მე ამას რაც ვლაპარაკობ მთელი ამ წლების მანძილზე ვამტკიცებ რა მთელი ჩემი საქციელით რომ მე არავის არაფერს არ დაუთმობ რაც არ ეკუთვნის რა ვიცი მგონი ჩემი ყველაფრით ვამტკიცებ მაგას რა მოკლედ არა მეთქი რა გამორიცხულია მეთქი რა გინდა ვინც არ უნდა იყოს არა მეთქი რა ჩემი პასუხი არის არა რა მოკლედო რაო ეხაო შლიო შენო ამ იმასო კაციო ელოდებაო ჩვენგანო უკეო всё რა უნდა უთხრაო რომ შენ გელოდებოდითო რა მე ნათქვამი მაქვს რომ ერთი პარტნიორი არ არის ჩამოვა უბრალოდ პარტნიორული ეთიკის მხრივ არ გვინდაო დავარღვიოთო და უიმისოთ არ გადავწყვიტოთო დარწმუნებული ვარო ეხლა მე დარწმუნებული ვიყავიო რა როგორც ეხლა უყობაზე გეუნები რომ 99% კი სიტყვისო ესე ვთვლიდი შენზეცო რა რომ კი სიტყოდიო რა მაგრამ მე ეს აუხსენიო იმ კაცო უთხარიო რომ ეთიკურ ამბავშიო რომ ჩამოვა ეს ადამიანი ვეთქვითო მაგრამ ეხა უნდა მივიდეო და უარი უნდა უთხრაო ან უარს იძახიო ხდებიო აცნობიერებო რასაკეთებო მე მეუნება რა უკვე რომ მიხვდა რომ არა ვარ დამთმობი რა ნუ მოკლედ არა მეთქი მერე იყო რაღაცა ნუ მოკლედ კიდე საუბრები შეხვედრები ესე ნუ იქვე რა რაღაცა რა ერთი დღე ორი დღე რაღაცა ტეზარები რეკვები ანუ მოკლედ რა და ბოლო ეს მეუნება რომ ერთ-ერთ საუბარში რა ეხა ბოლო იყო ბოლოს წინა თუ იმის წინა არ მახსოვს მოკლედო აიო კონკრეტულად გეუნებიო ციტირებით რომ გითხრათ აი ჩოტკად გეუბნებიო ყველაფერს დაკარგაო მე დამიჯერეო
პროსტო რა ეხლა ვითომ ისე მეუბნება რა მე მქომაგობს რა გული შეტკივა რა ვითომ აი ამ რაღაცა ტონუსით მეუბნება რომ მოკლედო შენო დაკარგავ ყველაფერსო რა იცოდეო რომ ყველაფერს დაკარგაო რა ხო და არ მინდაო რა ისევ ადამიანურად გეუნებიო და მოდიო რა გავაკეთოთო რა როგორც ჩვენო ვიძახით ისევ მეთქი გამორიცხულია მეთქი რა თან მანამდე რაღაც ესაუბრებ რაღაცა და რა დავე რა ცოტა ეხა გაუბრაზდი რა მეთქი ჯერ ცოტა ეჭვი შემეპარა ეხა ისე რა რაღაცა ცოტა ჩემი ფიქრები რო გაგიშუქოთ რაღაცა ამ ტელევიზორში ვისმე საპირისპიროს და რაღაცა უცებ რა ვიცი რა აღმოჩნდი რაღაცა იმაში რა საპირისპირო სიტუაციაში რა ხო და ცოტა ეჭვი შემეპარა რა თავიდან ეხა აი ჩემი ფიქრები იყო გაორებული რა მეთქი ეს რაღაცა სხვა ესე თქვა რაღაცა სხვა რა იმაშვება მეთქი იგონებს რა რაღაცა სხვა ფანტაზიურობს მეთქი და რაღაცა ის ხო არ უნდა ჩემგან რამე სხვა რამე ხო არ უნდა თქო რა ხო ეს ფიქრიც მქონდა რა ანუ რა 50 ანუ რასაც მეუნებოდა იმას რომ უსმენდი და ვიაზრებდი და რაც მომდიოდა საპასუხოდ რომ იყო ჩემი უარი ის იყო მткиცე და ნუ ის ხო ღიად ის ხო ამის ღია ფიქრი და პასუხი იყო და ამის გარდა რაც იყო პარალელურად ჩემი ფიქრი 50%-ში რო ავსახოთ ფიქრობდი რომ იმდენად არარეალურად მიმაჩნდა რომ ამ ტელევიზორში ყველგან საუბრებში იმაში რომ აქცენტირებული იყო რომ ასე ქვია ბიზნეს აბა ვინმე მიეკარ ეს აფერისტი ეს მატყუარა ვირთხა ამეგი აი რეალობა რა იყო იცი ზუსტად რა დათათუთაშხიაში აი კიკუ რა ამ ფულზე ფოთის მეიტა უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა ჩემ ბიზნესზე ჩაიხადა რა უბრალოდ ჩაიხადა ამ ხელა ფულზე თორე ეხა შეიძლება ვიღაცას თუ რაღაცა ის ქონდა რა ქვია მცირე ბიზნესი იმას ეუბნებოდა რომ შენ თიც ვერავინ ვერ დაგადებსო მაგრამ უბრალოდ ეხა ჩემი ბიზნესის ფულები და ჩემი ბიზნესის პერსპექტივა რო დაინახა უბრალოდ ტრიკო ჩაიხადა რა ამ კაცმა რა მაგრამ მე დამემართა ეს და მე ჩემს სასულ ლაპარაკობ რომლის დამსწრე შემსწრე და ეს ამბავი იცის რავი ბევრმა ადამიანმა ესენი რაღაცებს ხლაფურთობენ რაღაცებს ვითომ გადაკეთება გადმოკეთება მაგრამ ეს ალკე თემა ეხა თან არ მინდა რომ ემოციურად ისევ დავიჯვირთო რა მინდა რომ ეს ვიდეო გამოვიდეს და საუბარი გამოვიდეს რა და აქედან გამომდინარე ისევ დავბრუნდები იმ წერტილზე სადაც შედარებით შვიდად საუბრობ ამ თემასთან დაკავშირებით თორემ კიდევ ვიმეორებ მყოფი ვირთხა არაკაცები რავი როგორ რეპრესიებს მიწყობენ იცი თუ სადმე რამე უნახიათ კინოში თუ სადმე რამე ისტორია გაუგიათ ყველაფერი განახორციელეს შეიძლება ესე ითქვას ამ ავადმყოფმა ვირთხა არაკაცებმა რავი სხვა ფორმულირება მე ვინც მისმენს თორე რომ მივდიოდი ბარსელონაში ქართლოსის დაურეკე რო ისათქო რა ქვია შო სადახართო მოვა გადმოვიფორმეთ თქო ლიდერბეც დაურეკე მოკლედ და ვეუბნები რომ წამო გადმოვიფორმეთ აუ როგორც იქდა აბიჭო კიო სადაა და ესე ოვაცი იჩევდა რა ამ თემას რა აი უკვე როგორ იცი რომ ვალაგებ და ბილეთებს რომ ვყიდულობ უკვე მეთქი ამასაც გადმოვიფორმეთ მეთქი რა რაღაც წინა დღეს რა აი ხვალ მივფრინა უკვე რა ეხა თან ეს გაქცევა და ეს ცოლი შვილები და იმითი და ეს ამხელა ემიგრაციაში წასვლა ის ხო არ არის არა რაღაცა რა სამზადისი მაქვს უკვე რა ვემზადები გასაქცევად და ამ პერიოდში урეკავ და პირველად რომ დაურეკე ამ საკითხზე მოკლედ ლიდერებს და რო ვეუნები რომ წამოდი მეთქი და განმომიფორმე მეთქი ის მეთქი აი ესე აი გაუხარდა რომ აო კიო იმიტომ რომ ყველა ფიქრობდა რა მაგ პერიოდში რომ ბოლო კის ვიტყოდი რა თორე ლიდერებს უკვე ნათქვამია კი რა ლიდერებიც მეუნებოდა რომ მიეციო რა გაიო რა შარი გინდაო და რა გინდაო და რაო შენო ბიჭო მოგაკლდებაო 1%-იო და კიო ეხა ეგ 1% ფულიაო მარაო ნუ მოკლედო მიეციო ეხა მე ვაძლეო და რა გითხრაო რა მე ვაძლეო რა ხო და მოკლედ რომ დაურეკე ესე შემხვდა რომ აო კიო კაცო კიო ესე და კაი მეთქი რა ესა მოკლედ ესე მინდა რა საქმის ყურში ჩაგაყენო თქო რომ მინდა უკვე გადმოვიფორმო თქო რა წილი თქო და
კიო კაცო რაზე ვლაპარაკიო და მე რაღაცა ის მქონდა რა, რაღაცა წამოვიდა, მოკლედ ურეკავ, რომ შო წავედით რა და ურეკავ აღარ იღებს რა ტელეფონს რა. ნუ და ურეკე მე მესიჯი მივწერე, მე ის და მოკლედ თვითონ ძალიან განიცდი და ეხა რა, მე არ გაუჩერებია რა ადამიანურ ვარიანტში, ანუ ქართულში ლიდერბეთი ბევრად კარგი აღმოჩნდა რა, ადამიანური თვალსაზრისით, ანუ ფულს მაძლევდა რაღაცა პერიოდი ამ გაქცეულ ადამიანს რა, ესე ვთქვათ, ანუ ოთარ ფარცხალაძის ეშვებს და კლანჭებს არ ითვალისწინებდა უფრო აპრიორიტეტებდა რაღაც ურთიერთობას, იმიტომ რომ შინაგანად ფიქრობდა თვითონაც, რომ ბოლო კი შვიტყოდი და ჩამოვიდოდი და მოგვარდებოდა და აი ეხა ჩემი წარმოდგენით, ეხა თვითონაც ალბათ ამას დაადასტურებს, რომ სულ ფიქრობდა, რომ აი დღეს თუ არა ხვალ უკვე მოგვარდება და ხვალ თუ არა ზედ მოგვარდება და ნუ მოკლედ ისე იყო რა. რა ეგ რა სათქმელია უნდა ითქვას რა. ვიღაცაზე კაი შოუ ამბობ მიხარია რა, ამათმა ხოლსვა საერთოდ სუდით შემოსეს თელი სივრცე ამ ვირთხებმა, ამ კომუნისტმა ვირთხებმა რა. ხო და მოკლედ ოთარ ფარცხალაძემ მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო, ანუ ვერ დაალაგა რა ჩემთან რა. პირველი თემა ვერ დაალაგა. წარმოიდგინე რა, ყველა მიცა, მისაცემი და ნუ მე მოკლედ ვარ პრობლემური, ანუ მტერად შემხედა როგორც მტერი, რომ რაღაცა ეს ყველაფერი იქნა იქ რაღაც ასაწყობი ნოდარ მელაძის სიუჟეტში, მაგრამ ეხა ნოდარ მელაძის სიუჟეტში რაც მოვყევი, ის ახლიდან არ მოვყვე, გადავახტები ამას რა და უკვე გავაგზელებ იმ წერტილიდან, რომ უკვე ბარსელონაში ვარ, უკვე გაქცეული ვარ, ესე ვთქვათ და იქ როგორ განვითარდა სიტუაცია რა, რაღაცა ერთი კვირა ხო არ ვიყავი არა, 2015 წელს რო გავიქეცი, ჩამოვედი 2019 წელს. ხო და მოკლედ ეს ლიდერბეთი და მე ლიდერბეთიც უკვე ანუ ლიდერბეთი იყო ჩემთან კომუნიკაციაზე, უკვე იმათი ენით ნენელა, იმათი ენით მელაპარაკებოდა იმათი ენით, იმიტომ რომ ნუ ეხა ოთარ ფარცხალაძის პრეს ალბათ ვერ გაუძლო რა, ეხა საქართველოში იყო და მე ბარსელონაში ვიყავი რა. და ნუ მოკლედ ბოლოს აუბრები რაც ქონდა რა, ესე ტელეფონით იმითი რომ უკვე ოთარ ფარცხალაძე მელაპარაკება ამის ენით რა. ხო და ნუ მე შესაბამის პასუხებს ვცემ რა, რომ მეთქი არ არსებობს რა ამ თემის დაალაგება ისე რომ არასამართლიანად არ დაალაგდება მეთქი ეს თემა თქო. ანუ მე არ მივცემ რა მეთქი არაფერს თქო რა და მოკლედ შემიწყვიტა რა მე ლიდერბეთმაც, ლიდერბეთიც გადაკეტეს, ესე ვთქვა და ნუ მოკლედ ვერ მოაგვარა რა, ოთარ ფარცხალაძემ მამუკა კუნთელია ვერ მოაგვარა რა, რეზუმე ჩერეს ყველანაირი შემოსავალი, გადამიკეტეს ყველაფერი, რა ვიცი, აი ყველაფერი ცუდ იქნეს, რაც შეეძლოთ ეკნათ, ნუ მოკლედ ეს პროგრამი, ყველაფერი, ესე ვთქვა. გამომგლიჯეს ყველაფერი. პროგრამისტებს აუგზავნეს ჩემთან ურთიერთობა, ეხა ამ ადამიანებთან წლების მანძილზე ურთიერთობდი და ისა და ხო წარმოგიდგენიათ რა ურთიერთობა მქონდა რა ამ ადამიანებთან რა, რა ვიცი რა, თავზე ვყვებოდი და რავი რა, ჩემ თავს იფიცებდნენ მოკლედ რო ვთქვა რა და ბევრი წელი, ძალიან ბევრი წელი რა, ანუ სანამ ეს წყვეტა მოხდებოდა ჩვენში და იმის და პირდაპირ პროგრამისტებს ჩემთან ურთიერთობა აუგზავნეს რა, ამ ადამიანებს ურეკავ, რომლებიც რა ვიცი, ეხა არ დავწვიმანდები, მაგრამ ისეთი პატივები მაქვს ნაცემი, რომ აი რა ვიცი რა, ერთერთის ნათლია ვარ. წარმოგიდგენიათ, მომნათლეო და წავიყვანე მომნათლე. და რა ვიცი, აი ფულის გარდა სუფთა სენტიმენტალური ისეთი ადამიანური რაღაცეები, რომ ოპერაციები და აი თუ რამე გაუჭირდებოდათ, აი პირველი ვიყავი მე და ნუ აი უმაღლე აი რაც შემეძლო მაქსიმალურად თავზე ვყვებოდი ყველას
ძალიან უყვარდი რა, ესე ვთქვათ, ყველას და ძალიან ისე იყო და ამ ადამიანებს წავედი ბარსელონაში, კარო გავიქეცი, ეხლა ხო რაღაც ისეთი მომენტია რა, რომ ამხელა ისტორია გვაქვს და ზოგის ნათლია ვარ, ზოგის მეჯვარე ვარ. წარმოიდგინე, ერთის მეჯვარე ვარ, ერთის ნათლია ვარ და ამ დანარჩენები კიდე ჩემ თავს იფიცებენ. მშობლები წერილებს წერდნენ, სამადლობელო წერილებს და ну, რა ვიცი, რა, გადაყოლება ესე ინსტიტუტიდან გამოვიყვანე ის ბავშვები დონეცკის იმიდან, რა ქვია, სტეპიდან, რა. და ну, რავი, რა, მოკლედ რაღაცა ხელფასი რამდენი ერთი სადღაც მუშაობდა ხელფასი რამდენი გაქვთ ხო და $300 და ნოლიანი მიუმატე მეთქი და 3000 უხდიდი და ну აი ესეთი ურთიერთობა რა აი ესეთი ურთიერთობა რა მოუვიდოდა იმას ხომ წარმოგიდგენიათ იმ უკრაინელ ბავშვს და თარო გაიზარდა განვითარდა კარგი პროგრამისტი ჩამოყალიბდა შედგა და ну რა ვიცი რა აი ну ესეთ ადამიანებს ურეკავ და ტელეფონზე არ პასუხობენ წარმოიდგინეთ რა აი აუგრძალე შეაშინეს ეხა ის შეიძლება პირველად რომ უთხრეს მამუკას არ უპასუხო შეიძლება რა ვიცი ცრემლები წამოუვიდა მაგრამ ну რა ვიცი რა შეაშინე და ეს მე ვიძახი ну ჩემ დიაგნოზს ეს ადამიანები დღეს აი ამ წერტილზე ხო აი ამ წერტილზე ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული ავადმყოფი მანიაკი არაკაცობის აი იმის იქით აღარ არის რა არაკაცობა თელი ჩემი 50 წლით ვიძახი ხა მე ამ ცხოვრებაში ცოტა მინახია თუ ბევრი მინახია ხო თელი ჩემი 50 წლით ვიძახი აი ამაზე არაკაცები ამაზე არა ხა თავს ვიკავებ რო სხვა სიტყვები არ ვიხმარო ამაზე არაკაცები მე არ წარმომედგინა ჩემ 50 წელში აი ესეთი ყველაფერჩიკი ავადმყოფი არაკაცები მე არ წარმომედგინა რა რაღაცა რა სადისტები კინოშიც გვინახია სადისტი მანდამაინც ის ხო არ არის რომ ვიღაცას იმას სპიცებს არ ჭობს და რაღაცა ხო აი არაკაცი რასაც აი თვითონ ფორმულირებით შიგთავსი და არაკაცობა რაც არის მე როგორც მესმის თელი ჩემი 50 წლის ცხოვრების გამოცდილებიდან აი არაკაცის შიგთავსი რაც არის უკლებლივ აი ერთი პიქსელი არ გამოუტოვებიათ ერთი პიქსელი არაკაცობის ერთი არ გამოუტოვებიათ რა ერთი არ გამოუტოვებიათ რა ამიტომ რომ ჩამოყალიბდნენ რა აი ეს წლების მანძილზე აი ეს სისტემატიურად აი ესეთი ძალიან დიდი ინტენსივობით ეს არაკაცობები რო აკეთეს თოჩი როგორ არის რა თქმა პირველი ჭირსო მე კარაქივით მიდისო აი ზუსტად ეგრე რა აი ზუსტად ერთ-ერთი დღეს აი ეს ადამიანები რომლითაც მე ვითხოვ სამართლიანად გასამართლებას იმიტომ რომ მე რომ დავინახო ვიღაც პედოფილი ბუჩკებში რომ რაღაცა ჩუკანობს უკაცრავად ბოდიშვიხტი და პლუს ვიღაცას ერჩის რა ვიცი მე პირადად პოლიციას ვეთყვი რომ გაათრიე რა ეს ავადმყოფი რა ეს უბრალოდ რა მისვლა და ხელის მოკიდება რაღაცა რა რავი აი შეიძლება რაღაც კონტექსტში როგორც მე ისე ბევრმა ლომ შეუყო ხახაში თავი მაგრამ აი ესეთ რაღაცა აი ესეთ ავადმყოფ რაღაცა რაღაცა რა ავადმყოფ ტიპს აი ესეთ ადამიანს აი ხელის მოკიდებას მე მირჩენია პოლიციას უთხრა და პოლიცია მიუდგება უკვე კონსერვატორისე რა აკადემიურად გადაწყვიტავს საკითხს რა ბოლო ხელთათმანებს ჩაიწვევს და რაღაცა რა ისე მიუდგება როგორც უნდა მიუდგეს რა მე ვითხოვ დღეს ეხლა მე რასაც ვითხოვ ეს ჩემს YouTube არქივზე გაჟღერებულია რა მე ვითხოვ სამართალს და ამ ავადმყოფები მანიაკების საზოგადოებისთვის სახიფათო ადამიანები აი საზოგადოებისთვის სახიფათო ადამიანები იმიტომ რომ იქ ბავშვებთან მიდიან ხალხთან ყველაფერს წამლავენ ირგვლივ რა აი ყველაფერს რაღაცა აბინძურებენ რა ესეთი ადამიანები თან გაჟღენთილი კრიმინალით გაჟღენთილი რა ვიცი აი რავი თუ რამე
აი ნაგვის ხუთი რა, პირდაპირ ვთქვათ, აი ნაგვის ხუთი რა, რომელიც უნდა გადაიყაროს უკვე ხარს რა, აყროლდა ეს ნაგვის ხუთი რა, აი პირდაპირ მნიშვნელობით აყროლდა ნაგვის ხუთი, რომელიც ნაგავი უნდა გაიტანოს ვიღაცამ და მისამართზე გადაყაროს რა, რაღაცა მინიჭებულ ლოკაციაზე მიიტანოს ეს აყროლებული ნაგავი რა. რა თქმა უნდა სამართლიანი გზით და სამართლით და კანონით და კანონმდებლობით რა. მე ეს ნაგავი ისე ხარს პირადად მე ვთვლი რომ არა ვარ კომპეტენტური რომ შევეხო ამ ამყრალებულ ნაგავს რა. მე არ მქონია ეგეთი პრეცედენტი და რა ვიცი ეს პრევენცია ჯობი აი არ ვიცი რა. აი ბევრად კარგად გააკეთებს პოლიცია ამას. ჩემზე ბევრად კარგად რა. ბოლო ტრეინინგები აქვს და რაღაცეებს განიხილავენ თეორიის დონეზე, თორე დარწმუნებული ვარ, ჩემი ისტორია ნებისმიერ პოლიციელს გაუკვირდება რა, იმიტომ რომ ის პოლიციელიც პირველ რიგში ადამიანია და მერია პოლიციელი, ხო? პოლიციელად ვარ დაიბადა რა. მე არ მეგულება პოლიციელი პოლიციაში ჩემ ისტორიაზე რო არ თქვას რომ აი ესეთი ნაგვის ხუთის ადიპოვეო. აი რავი რა ერთი პოლიციელი არ მეგულება ერთი ოთარ ღირს რო პოლიციას მიმართო და ეხა პოლიციას თუ ვიღაც ოლიგარქი არ მართავს და თავის ინტერესებს ფინანსურს არ ატარებს პოლიციაშიც პროკურატურაშიც და იმაშიც რა ქვია ბუნების დაცვის თანამშრომლებთანაც ხო მაშინ რა თქმა უნდა ღირს რო რაღაცა პოლიციის იმედი კონდეს. მე აქ ხაზგასმით ვიძახი, რომ ამას მე გულისხმობ წესიერ ქვეყანაში, როგორი ქვეყანაც მინდა, რომ იყოს ჩემი წესიერი ქვეყანა მინდა, რომ იყოს ჩემი ქვეყანა და გამომდინარე მაქედან მე უდგები ამ საკითხს ესე, რომ წესიერ ქვეყანაში ესეთ შემთხვევაში ადამიანმა უნდა მიმართოს პოლიციას და წესიერ ქვეყანაში პოლიცია ამ პრობლემას მოაგვარებს. იმიტომ არსებობს პოლიცია საერთოდ თელ დედამიწაზე. რა თქმა უნდა, აქ ხაზგასმულია, რომ ქვეყანა უნდა იყოს წესიერი და მაგ შემთხვევაში, თორე ნუ ეხა ჩვენს ქვეყანაში რა ხდება, მგონი, რა ვიცი, ამაზე დროის დაკარგვა არ ღირს. ფარცხალაძე თუ არ არის რა, თორე უთან ფარცხალაძეც ხო პოლიციელია, ქალაქის ისი პროკურორი მთავარი რა, სადღაც იძახის ძველი ბიჭი, ნუ რაღაც სასწაულია რა, ესეც იმ ნაგვის ხუთში ერთი ცალი ის არის, რა ქვია, კონსერვის ქილა რა, წარმოგიდგენიათ ძველი ბიჭი ქაიმისი, რა ქვია, მთავარი პროკურორი ძველი ბიჭი, წარმოგიდგენიათ რა ნაგვის ხუთია? აი ადამიანი სადღაც იძახის რომ ეს მე კაი ძველი ბიჭი ესეო რა. აი ბიძინა ივანიშვილის ქვეყანაა რა. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეყანაა რა. რაღაცა რა, ეხა ეს პირველად მე ხო არ ვაჟღერებ რა. რაღაცა ხან სუპერ ბიზნესმენები არიან, ხან სუპერ ისენი არიან, მაფიოზები არიან, ხან სუპერ ისე კონსტიტუციონალები არიან, ხან სუპერ ისენი არიან, ბოლოს სუპერ რა არიან, თუ რაც თავში მოგივათ ეგ არის რა. მოკლედ, აი ეს რაღაცა პირველი თემა, ჩემი ვაპირებ რაღაცა ვიდეოები დავდო, გამომდინარე, რა ვიცი მე არავის არ შევეჯიბრები საქართველოს სიყვარულში, მაგრამ მე მიყვარს რა, ვიღაცას ჩემზე მეტად თუ უყვარს, მე იმაზე ნაკლებად მიყვარს, მაგრამ ხო მიყვარს არა, მიყვარს რა ჩემი ქვეყანა და ჩემი ქვეყნიდან გამომდინარე, ჩემი ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე და ჩემი საქმიდან გამომდინარე, ჩემ ქვეყანაში რაც ხდება ეს არ მომწონს და პლუს მე მეხება და რა თქმა უნდა, შენო იმიტომ ხარო გაბრაზებული შენ გეხებაო. ნუ აი ლოგიკაა, ნუ არ ვიცი მე რა, ბიძინა ივანიშვილის ლოგიკაა რა, ხო, ეხა რაღაცა შვილდისტრიდან ის არის რომ მოხდება შენ გეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ ლოგიკით აი ეგეთი ლოგიკის პატრონი მართავს დღეს ჩემ საყვარელ ქვეყანას რა, ჩემ სამშობლოს და ვაპირებ ვიდეოები დავდო რა ჩემ YouTube არხზე კიდე ბევრი, მაგრამ პირველ თებად აი ეს მინდოდა როგორც გამომივიდა ის გამომივიდა. ეხლა რაღაც კორექციას გავუკეთებ ამ ვიდეოს და დავდებ რა.
მოკლედ მეგობრებო ესე რა. ბევრჯერ მაგავისწორე, შეიძლება ბევრჯერ გადავედი წერტილიდან, გადმოვედი, მაგრამ რაღაცა მგონი გამოვიდა. რავი, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ნახვამდის.